მაგრამ ჯერ ერთი ადგილი არ არის თბილისში. და მეორე ადგილის თუ არის, პირობით ვეძებთ პარტნიორ ბიზნესმენებს, ვისაც ამ ამაში თანხას შევადებინებთ, რომ ეს საფეხბურთო სკოლები მოკლედ თბილისშიც უფრო მეტად ძალიან 3500 ბავშვი გითხარით. აქედან 2000 თბილისშია. მაგრამ ერთი 1500 რიგშია თბილისში. დღეარ გავა, მე ვარ და მილიყოს მეგობარმა, ნაცნობმა, ყოფილმა თანამშრომელმა, მეზობელმა, ვიღაც სახლობელმა, რომ დამეხმარე ჩემი შვილი ადგილი არ გაქვთ, აქ ვერ მივდივარ სკოლას. მოთხოვნა ძალიან დიდი. უდიდესი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება. გამორიცხულია. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ჩვენი რომელიმე კლუბი ჯგუფში რომ შევიდეს, იქ რა მოხდება? იმ ქალაქში და პირობითად ახლა გორის დილა რომ შევიდეს ჯგუფურ ეტაპზე, რა მოხდება გორში? წარმოუდგენელი რაღაცა მოხდება რა. იგივე ბათუმი რომ შევიდეს, იქი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამეგრელოს ზუგდიდში, ეხლა როგორც გავიგე, ოდიშის მიმართულებით ხდება რაღაცულებები და იქ შედის კერძო ინვესტორი და ძალიან დიდ წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ უდიდესი რეგიონია, უნიჭიერესი ხალხით.